გადავიდეთ ამ ლოკაციაზე. ჩვენ არ ვზივართ საჭესთან. გადის მშვენივრად. უყურებს ყველას. ძალიან კარგი. მშვენიერი. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მე დაწვრილებით განახებთ სამონს და ავტოპარკინგს. თუ როგორ მუშაობს და როგორ შეიძლება ის გამოვიყენოთ ყოველდღიურად. ძალიან კარგი ფუნქცია, მინდა აღვნიშნო. და უმარტივესი მოსახმარებლო. შევდებით ესე იგი პარკინგებთან, სადაც თავისუფალ ადგილებს ვხედავთ. აქ კომპიუტერი გვაჩვენებს პარკინგებს, ავირჩევთ. დავაწვევით სტარტს და ყველაფერს თვითონ გააკეთებს მანქანა. ჩვენ არაფერს აღარ ვიხებით იმის შემდეგ. ჩვენ ახლა წავიდეთ, მანქანა დავტოვოთ ერთ ლოკაციაზე, შემდეგ გადავიდეთ ფეხით და დავუძახოთ ჩვენს მანქანას. ის ჩვენთან მოცულდება თავისით. ჩვენ არაფერს. ჩვენ მხოლოდ გვჭირდება ტელეფონი და ტელეფონის ჩაწერილი აპლიკაცია, Tesla-ს აპლიკაცია. ესე იგი, გადავალთ ახლა ჩვენ მანქანიდან, წავიღებთ ტელეფონს, სადაც არის Tesla-ს აპლიკაცია ჩაწერილი ჩვენი და ტელეფონით დავუძახებთ ჩვენს მანქანას, რომ მოვიდეს ჩვენთან. აბა წავედით. როდესაც გავხსნით აპლიკაციას, უნდა მიუთითოთ ლოკაცია, სად გვინდა რომ მოვიდეს მანქანა, დავაწვეთ Start to Target და მანქანა დაიძრება. თქვენ ახლა ხედავთ ვიდეოში თუ როგორ უსაფრთხოდ მაქსიმალურად ყოველგვარი ხარვეზების გარეშე მოდის. თან მე ტელეფონში კამერითაც ვხედავ თუ როგორ გადაადგილდება, რას აკეთებს, როგორ აკეთებს და ვაკონტროლებ ყველაფერს. აქედან უკვე ჩვენ შეგვიძლია ჩავждეთ და ჩვენ თვითონ გავაკეთებთ. ჩვენ აქ უბრალოდ უნდა მიუთითოთ მისამართი. დავაწვეთ დიდხანს relax. შემდეგ break. ეხლა თვითონ წავა დაიზრება, ჩვენ არაფერი ტიტის დადებაც კი არ გვჭირდება. ავტომატურად გააკეთებს ყველაფერს. კარგი არის ერთი მხრივ, მაგრამ არავის არ გეგონოთ. აი დავლევ, წავალ სასმელს გვერდზე დაუჯდები და წამიყვანს. ჯერჯერობით ეგ ოფცია, ჯერჯერობით არა აქ. აქ მე არ დამითმია Tesla-მ დაუთმო. switch. ეს მე არ გამიკეთებია, დაუთმო და წავედით.
როგორც ხედავთ მეგობრებო, უპრობლემოდ მუშაობს. Tesla Softs ჩემგან დიდი რესპექტი. ესე იგი ორი სიტყვით მინდა ვთქვა ამ მანქანაზეც. თუ როგორია, როგორ გამომადგა, როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. ბევრი განხილვა ხდება, ბევრი ტესტ დრაივი ხდება. რა თქმა უნდა, ყველას მოსაწონი ვერ იქნება ვერაფერი. მაგრამ აი ისე გააფარჩაკებენ ხანდახან ისეთ რაღაცებს ვიტყვიან ხოლმე, რომ აი გარკვევაში რო არა, ახლოდან რო არა ყავთ ნანახი და ტესტ დრაივისთვის რო ათხოვს მარტო რა. აი ეგეთი კამანდა რო ტესტავს ნერვი მეშლება. ესე იგი რა. მუშაობს ძალიან კარგად, წელიწადი და 2 თვეა რაც ყავს. სერვისები ხო არ ჭირდება, არც სამოხრუჭა ხუნდები შეცვლა ჭირდება, არც ზეთი ჭირდება, არაფერი. პროგრამულად იდეალურად მუშაობს. არავით არის ერორი, არავით არის რამე პრობლემა. გადავდივართ. ვიღებთ chargers. 1 2 3 თქვენ ამასობაში გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იდენება.